მოგესალმებით მეგობრებო, ვიღებთ ამ ფორმატის მესამე ეპიზოდს და როგორც იქნა, მოვიფიქრეთ მე მგონი სახელი. ეს არის აზრების არენა, იმედი მაქვს მოგეწონებათ. ხოლო რაც შეეხება სტუმრებს, დღევანდელი ჩვენი სტუმრები არიან, თუ არის YouTube არხი ოქტოპუსი და მისი ყველა წარმომადგენელი. მობრძანდით მეგობრებო და მადლობა ძალიან დიდი რომ მოხვედით. იმედია ხოთზე ხართ, ხო? რა თქმა უნდა. რავი, აზრები გვაქვს და ნახოთ. აზრებს გააჩნია. რავი, ახლა ყოველდღე არ უნდა გჭირდებოდეს რა პორნოსყურება ადამიანს, რა ვიცი. ეს ფერები ახლა ავკეცოთ და გავიკეთოთ უკან და გავიდეთ ყველა. მე რომელი ფერი უნდა ვიყო? სხვა მოსაზრება აქვს შენგან განსხვავებული, ნუ ესე იგი. ერთმა რომ გამიგდო, მე უფრო კაი ტიპი ვარ ვიდრე შენ. იმიტომ რომ მე ვიღლები. ესენი რო გეყოლება არხზე. ძალიან ცუდია. ყველა შემთხვევაში არის ტიპებს რო არ ჭირდებოდა. თანამშრომლის დაქირავება რო არ არა ეს ბავშვს არ ურტყამს თორე. ესე იგი, რაც შეეხება წესებს ახსნი კიდევ ერთხელ, ამა თუ იმ დებულებაზე, თუ რამდენად ვეთანხმებით, ან არ ვეთანხმებით, ვიკავებთ შესაბამის ადგილებს. მე ამ შემთხვევაში მონაწილის როლს არ შევითავსებ, წინა ორი ეპიზოდიდან განსხვავებით, უბრალოდ წამყვანობას ვიკისრებ. თქვენი აზრებია ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი რა. მეგობრებო, შეგახსენებთ რომ გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი და რა თქმა უნდა, ოქტოპუსის YouTube არხი, რომელსაც სათაურშიც ხედავთ დათაგულს. ეხა კი მოვემზადოთ პირველი საკითხისთვის. YouTube ლიგა ზოგიერთი მონაწილისთვის არასამართლიან პირობებში ჩატარდა. 3, 2, 1 დავიკავოთ ადგილები. ესეთი ერთსულოვანი თუ იქნებოდა ოქტოპუსის YouTube არხი არ ველოდ და განსხვავება რატოა ისე მაინც საინტერესოა. იცი რომ რაღაცა ვიღაცებისთვისო და ან ყველასთვის შეიძლება არ იყოს. ზოგიერთისთვის და არა ყველასთვის და მაგიტო არა. ბიჭო მე ისე ვეთანხმები რა, ისე რა ვეთანხმები არ შეიძლება, ისე რა ვეთანხმებოდე? ანუ კი როგორ არ შეიძლება. ბოლომდე ისე არ ვარ, მაგრამ ვეთანხმები ნაწილობრივ. და რა იყო ეგ არასამართლიანობის ამბავი? ბიჭო საჯი რა. ყველა ვიცით რაც იყო ახლა არასამართლიანობის თემა რა, ანუ მეტნაკლებად არასამართლიანობის თემა რაც იყო ის რომ ზოგიერთ ფლად YouTube ლიგა არ იყო, ხო? ფლად YouTube ლიგა არ ერქვა, იმიტომ რომ YouTube ლიგა თუ ქვია, მაშინ უნდა ისე იყოს ორგანიზებული, რომ ყველა მოთამაშე იყოს YouTuberi. მესმის ისიც რომ ეგ ცოტა ძნელი გასაკეთებელია, მაგიტომ დგავარ აქ და არა იქ. მაგრამ პირველი თამაში ჩვენი იყო ოქტოპუსის და ჩვენი გუნდის და აგერ ახლა ვისაც ხედავთ კამერების უკან, ეს ადამიანები იყვნენ თამაშზე დამეთანხმებით ალბათ. 8 გუნდი ჩემი აზრით გამოვიდოდა, ოღონდ შერეული უნდა ყოფილიყო ცოტა. YouTuberi ხა 8 ბოდიში ხა განვითარდა ეს სფერო ისე რომ გუნდი შეიკრებოდა ეხა რა. ჩემთვის უსამართლობა იყო ყველაზე დიდი ის რომ ყველაზე კარგ ფეხბურთელს და ყველაზე ცუდ ფეხბურთელს შორის იყო იმხელა დისბალანსი და იმხელა განსხვავება რომ ძალიან უსამართლობა გამოვიდა მაგის გამო. ცუდი ფეხბურთელი არ იყო ეხა მაგალითად. ფეხბურთელს ხო ისე. აუქნათ ლუკა შენ და ტატო შორის მაგხელა სხვაობაა ჩვენი ბრალი არა. ანუ ეხა პირდაპირ არ მინდოდა მაგ. ფანებთან შეხვედრა ზოგჯერ ძალიან დამღლელია. 3, 2, 1 ესე იყოს. აი ხა ეგ ბუნებრივი ამბავია ჩემი აზრით. რატო წავიდნენ ისინი არ ვიცი, იმიტომ ფანები არ ყავთ იმათ. განსაკუთრებით სერიალმა და პატარა ბავშვების იმან დინამო სტადიონზე ვიყავით, ვაგვიანებდით და აი როგორ გეითს რო ეძებ, რო აი რო ხოიც აქ უკუმარ არის რომ იმას გახსნიან, საიდანაც არ უნდა შეხვიდე, სხვა გეითი იხსნება რაღაცა და აი უკვე ისე დაიწყო და ვერ აღწევი. პირველი გოლი და სახიფათო მომენტის ხმა რო გესმის ფეხბურთს გულშემატკივრებს როგორი კოშმარია რომ აი რაღაცა უკვე იქ რაღაც ხდება და ვიღაცები გეძახიან ამ დროს სურათი და მე უნამუსო ვიყო. შესვენება რო იყო პირველი ტაიმის, მე მაგდენის სურათი ცხოვრებაში ანუ ჯამში კარიერის განმავლობაში კი არა ანუ რაც დავიბადე არ გადამიღია რაც მაგ შესვენებაზე გადავიღე იმიტომ რომ ერთმა რო გამიგდო ოღონდ დაიძახებს ხოლმე ყალა ბიჭო დანელია ბიჭო რო გავიგებსო სასიამოვნოა ძალიან რა თქმა უნდა ძალიან სასიამოვნოა მაგრამ ეხლა 20 წუთი რო სურათებს იღებ და რაღაც თამაშს ვერ უყურებ და რაღაცა პრობლემები გექნება ცოტა დამღლელი არის რავი მე არაც თარქმანია დისკომფორტი მაგის გამო ის რო შემაწუხოს თქო აი მაგას ვერ დავარქმევ და მაგიტო გადმოვედი ეხლა იმათაც მაგრა უხარია როცა შენთან სურათს იღებენ და ეხლა ვიღაცას რო გულს უხარებ რატო უნდა შეგაწუხოს მაგ ფაქტმა ძალიან სასიამოვნო კიდევ ერთხელ და რა ვიცი მაგაზე კარგი შეგრძნება ალბათ არაფერი არ არის უხარია როდესაც ადამიანები მოდიან და იმართლე თავი იმართლე შენთან უნდა ფოტოს გადაღება ან მაგრამ თამაშს გვაყურებინეთ არა მაგაზე არა ხანდახან დამღლელია შემოწუხებელია მე მიუხედავად იმისა რომ მე უფრო კაი ტიპი ვარ ვიდრე შენ იმიტომ რომ მე ვიღლები და ვწუხდები და მაინც ვაკეთებ და შენ ამბობ ეხლა რაღაცა არა არ შემოწუხებს შეგაწუხებს იტყუები პორნოს ხშირი ყურება არა ჯანსაღი საქციელია 3 2 1 ძალიან მაინტერესებს აი შენ რო გადადი რო უყურებ და აუ ძალიან ბევრი მომივიდაო აი მაგრამ კი არა და იქ გადავდი ანუ კი არა ჯანსაღია დამოკიდებულება მაქვს ეხლა მაგ საკითხის მიმართ და ის ვხვდები რატო დგას იქ არის ძალიან ცოტა რაღაცა სამყაროში რაზეც შეგიძლია თქვა რომ წინ ხშირს თუ დაუმატებ ავტომატურად ცუდი ხდება რა ან ბევრს ან ხშირს თუ დაუმატებ უკვე ძალიან ცუდია გადამეტებული ყველაფერი ცუდია მაგას გულისხმობ არა ყველაფერი არა რაღაცეები არის ავტომატურად ცუდ აჯღერს რა იმიტომ რომ შეამჩნია რომ ბევრს უყურე რა ანუ ყოველდღე თუ უყურებ არა ჯანსაღია რავი ახლა ყოველდღე არ უნდა გჭირდებოდეს რა პორნოსყურება ადამიანს რა ვიცი ამ წუთას ჩემს ირგვლივ ერთი ადამიანი მაინც არის ისეთი ვინც ჩემზე ბევრად ნაკლებს შრომობს არხის განვითარებისთვის 3 2 1
ჯაფარა არ არის თქვა თავის საქმეა კიდე თავის იმაშია ჩართული ტატო ორშაბათობაზეა მარტო და შესაბამისად ამიმარტივდა მაგ ნაბიჯის გადმოდგმა ასე თქვა. ანუ მე და კალა ერთნაირად ნარდა დავშრომობთ არხის განვითარების. ყველას როგორც შეუძლია ისე დგას ამ არხზე და ისე ვდგავართ. ხო, როლები განაწილებულია. ანუ გუნდიშა ყველაზე ნაკლებს შრომობს, ესე გამოვიდა ამ ლოგიკით. ყველაზე ნაკლები ალბათ ჯაფარა და მე. YouTube არხ ოქტოპუსი მინიმუმ 50000 გამომწერით მეტს მაინც იმსახურებს. 3, 2, 1. ძალიან ცნაური იქნებოდა იქითო წავსულიყავ. ძლივს გაიყო აზრები და საინტერესოა რა ხდება. კაი, რატო ფიქრობ მას? ესენი რო გეყოლება არხზე. დამსახურება ისეთი რაღაცა, რას იმსახურებ ის ყავს ალბათ რა. რატო აი რა 50000-ის ნაკლები რატო ყავს? რატო გონიათ რატო ყავს 50000-ის ნაკლები? მე პირიქით ველოდი რომ დაალაგდებოდა რა რაღაცა ესე ბიჭები აქეთ და ეს ნიქით. არა, ეხა მესმის არც ამბობენ და ამეთ მართალია. კაი, თქვენ როგორი კუთხით ხედავთ ეგეს? მე ვიტყოდი რომ კი იმსახურებ რატომაც არა. არა, გვინდა რომ იყოს შეიძლება უფრო მეტი, მაგიტო იქნება ექსტაბეშტილება რომ აი ცოტა მეც იმსახურებენ ბიჭები და ბევრი კომენტარი იწერება ეგეთი, მაგრამ შეიძლება რაღაცას არასწორად ვაკეთებ და არ ვიცით რა. ხო, თან თავდაბლობური იმის თამაშობთ ეხლა რა. რატო იქ გვინდა დგომა რეალურად კი ვეთანხმებით, მაგრამ ხო, კაი ტიპი გამოუჩნდით. თქვენ რას ფიქრობთ? ანუ ხალხი ვერ აფასებს და ვერ აღიქვამს საკმარისად თუ რატო? არა, გასულ ვიმსახურებ, ფიქრობ რომ ვაკეთებ ისეთ რაღაცას რომ კარგი. მაშინ რატო არ არის? არ ყავს ეს სხვა თემა, მაგრამ ზოგადად ვიმსახო იყო კითხვა რომ ვიმსახურებ თუ არა. კი, როგორ ჩემი ეს მეთქი 1-2 მილიონს ვიმსახურებ. 100000 კაცი რო გიყურებს, ამ 100000 კაცს როგორ უყვარხარ? ანუ ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი კი. 100000 გამომწერი შეიძლება ყავდეს ორ არხს. ერთის გამომწერი უფრო ერთგულები იყვნენ და უფრო უყვარდნენ და ანუ კომუნიკაციის ჩართულობა თემა. შეიძლება engagement-ი დავარქვეთ. ჩართულობის პროცენტულობა რაღაცა. ეგ რიცხვი შეიძლება გაქვს უფრო დაბალი გერჩივნოს შეიძლება 5-ჯერ მეტ გამომწერს. 500000 გამომწერს, რომელიც პროსტა ტელევიზორებით გიყურებს. სავალდებულო სამხედრო სამსახური, ბოროტება. ვეთანხმებით თუ არ ვეთანხმებით? 3, 2, 1. არ უნდა მაგას. აქეთ რაღაც ოთახია, რო გავიდე თუ მე ტატოსგან მაინტერესებს ბოროტება რა. ბოროტება რანაირად სავალდებულო სამხედრო. სუდია რა. ხო, აი ბოროტება ცუდია უფრო შესაბერის. სამსახურიდან რომ მოხსნიან და ერთ წელს წაგიყვანენ უნივერსიტეტიდან რომ მოხსნიან და ეწეროთ ეგრე არ უნდა ხდებოდეს. ეგრე არ უნდა ხდებოდეს. აქ არა ლაპარაკი იმაზე, როგორ ხდება ამ ქვეყანაში. ზოგადად სავალდებულო სამხედრო სამსახური ბოროტება არ არის. აუცილებელია ჩემი. იგულისხმება ჩვენთან რაც ხდება იმაზე. აუცილებელი რანაირად და სულ იმაზე გაქვს შენ შენ პრეტენზია. ფალავანი აგერ არის. პრეტენზია იმაზე გაქვს, რომ რაღაც შეზღუდული არ უნდა იყოს ადამიანი და არ უნდა დააძალო რაღაცები და ეგ დაძალება არ არის. გასაგებია, მაგრამ ნუ ქვეყანაა ახლა და ქვეყანაზე არ არის აქ ახლა დაძალებაა და შენ რო იკრძალავენ რომ არ იგინო თუ რაღაცა ეგ არ მოგწონს და იქ რო წაგიყვანონ სტუდენტი რო ხარ არავის არ მიყავ ხარ ჯარში იმ დროს. ეხლა შეიძლება წაგიყვანონ სტუდენტი. ეხლა შეიძლება წაგიყვანონ. თუმცა ეს არ ნიშნავს იგივეს კაცო სავალდებულო სამსახურში ვარ. სტუდენტი რო ხდები მაგიტო იმის გამო რომ ჯარში არ წაიყვანონ ეგ ნორმალურია და რო აპარები. ყველა ქვეყანაში ეგრეა. ხო და ნორმალურია ეგ ანუ იმის გამო რომ ჯარში არ წახვიდე რომ აბარებ მეორე უნივერსიტეტში და არ მიდიხარ და ლექტორს რო ფულს უმას და ნორმალურია. ჩვენ ქვეყანაზე არ მაქვს ლაპარაკი ამ შემთხვევაში და ჩვენ ქვეყანაში რა ხდება? ძირითადად ჩვენ ქვეყანას რო ეხება მაგიტო დავსვით კითხვა, იმიტომ რომ ეხა არის აქტუალური თემა რა. მაგაზე კონკრეტულად არ მაქვს ეხა მე ლაპარაკი. მე მაქვს ზოგადად სუდი არ არის სავალდებულო სამხედრო სამსახური ქვეყანაში არსებობს. რაც ეხლა ხდება ქვეყანაში, რომ სტუდენტები შეიძლება მოხსნან და წაიყვანონ, არის ძალიან ცუდია. სავალდებულო სამხედრო სამსახური შეიძლება არ დავეთანხმო და ცუდია. მართლა მე მიმაჩნია რომ უნდა იყოს ნებაყოფლობითი ეგ, მაგრამ შეიძლება ისეთ სიტუაციაში მიხვიდე მე მით უმეტეს ამ ქვეყანაში რა რეალობაში ცხოვრობ. ნუ ნებაყოფლობითი რო იყოს ჯარი ვაფშე აღარ ყავდეს. ერთი ადამიანიც არ ყავდეს ჯარი. ბიჭო შეიძლება მიხვიდე ეგეთ უამარობანი, რომ შეიძლება არ იყოს იმდენი დაფინანსება რომ ვიღაცებს ფული გადაუხავდოთ, თუნდაც 20000-იანი ჯარი ყავდეს მაგის გამო. აბა თუ თანხმდებით იმაზე რომ ქვეყანაა ეგეთი მაშინ ფული როგორ შეიძლება არ იყოს ჯარში? მე როგორც ადამიანი, რომელმაც გამოიარა სავალდებულო სამხედრო სამსახური, სანამ ჩავაბარებდი, არ უჭირდება მაგას არაფერი ამის გამო ან ეხლა როგორც დაიწყებ, არა, ყველა შემთხვევაში არის ერთი წლის მანძილზე მონა შეჩემა, რომელიც ვიდექი და შყოდა მოდიოდა, მიდიოდა. მოდიოდა იქ შლაგბაუმს ვაჭერდი, ვაღები, ანუ ტიპებს რო არ ჭირდებოდათ. თანამშრომლის დაქირავება რო არ უნდათ, ჩვენ გვიხმარეთ შეჩემა. ჩვენს ქვეყანაში სავალდებულო სამსახური ბოროტება. იმიტომ რომ მარტო ეგ არ არის ცუდად აქ ყველაფერი ცუდადაა ლამის. რამე გახსოვს კარგი ბოლოძა წელიწადში ამ ქვეყანაში მომხდარიყოს? ქართველი გოგო იუთუბერები, ბიჭი იუთუბერებზე ცოტათი ან უფრო მაინც წარმაცები არიან. 3, 2, 1. ზარმაცობაში ის იგულისხმება, რომ აი კონსისტენცია, განგრძობითობა სულ ვიდეოს დადება, ხშირად მუშაობა ამაზე. თვალში არ ხდება ალბათ, იმიტომ რომ უფრო ცოტანიც არიან. რთულია მაგ სტატისტიკის ამოღება, იმიტომ რომ ძალიან ცოტანი არიან, აი ძალიან ცოტანი არიან. ვინც რაღაც კონტენტს აკეთებს კიდე, იმიტომ იქ აკეთებს Instagram-ზე და TikTok-ზე, იმიტომ რომ უფრო მარტივია. აქედან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ YouTube უფრო ეზარებათ და უფრო მოტივირებულები არიან. მე გეთანხმები, რაღაც აქ ვიდგებოდი ალბათ, იმიტომ რომ TikTok-ზე ძალიან ხშირად აკეთებ, ყოველდღურად აკეთებ ხოლმე ვიდეოს, მაგრამ YouTube-ზე ხარ. არ ვიცი, ვინც გვახსენდება, ყიდაში ერთხელ ვიდეოს არ დებენ მაგალითად, მე მგონი.
არა ეგეთი არხი მეც არ მეგულებ. შეიძლება რაღაც პერიოდი დებდნენ, მაგრამ მე ასე შენ. თითქმის ნებისმიერ სფეროში ამ ქვეყანაში ცოტა განსხვავებული პირობებია ხოლმე კაცისთვის და ქალისთვის. სამწუხაროდ ეგრე არის. ეგრე ხდება. ვინახავს ყველას ხო, რომ გოგოს ისეთი რაღაცის გამო შეიძლება აკრიტიკებდნენ, ის გამოს კაცს 100% არავინ არ გააკრიტიკებს საერთოდ. ღმერთი ადამიანებმა შექმნეს და არა პირიქით. 3, 2, 1. ესე თემებზე არ საუბრობთ ხოლმე რა თქვენთან და მაგიტო დავსაუბრობთ. ეხლა 100%-ით დარწმუნებული, რადგან რელიგიაზეა ლაპარაკი, რა თქმა უნდა ვერ ვიქნებ, მაგრამ რელიგია კიდე უფრო ესეთია, უფრო ხო, ანუ ღმერთის ცნება. ღმერთის არსებობის ცნება. რომც არ ყოფილიყო გამოიგონებდნენო, ხო? ხო არის ეგეთი თქმულება და ვეთანხმები მაგ ყველაფერს, იმიტომ რომ ადამიანს ღმერთი ჭირდება. რო უყურებ და ვაკვირდე მოვლენებს, ხედავ რომ ვიღაცებმა ფაქტია ხო შენ თუ რო ძალიან მორწმუნე იყო შენთვის რაღაცები არსებობდეს ხედავ რომ ვიღაცამ ღმერთი გამოიგონა სხვამაც იმიტომ რომ სხვა სხვანაირი ღმერთი შეიძლება ყავდეს არის აუცილებელი რომ ურწმუნო იყო თან არის რაღაცა ისეთი მომენტი რომ სხვადასხვა ღმერთი არსებობს და შენ სულაც რომ ეთანხმებოდა იმას რომ ღმერთის შექმნელები ვარ შენ რო გაიხედავ გვერდზე დაინახავ რომ იმან თავის ღმერთი მოიგონა თვითონ ასე რომ მაგ დებულებას მე ხარს უჭერს ეგრე მგონია რომ ეგრეა ისაც ეგრე მგონია ქართულ საზოგადოებაში ქალი და კაცი თანასწორი ვერასდროს იქნება 3 2 1 ქართული საზოგადოება მე არ დაიწყოს ზოგადი. ანუ თქვენ გჯერათ რომ იქნება. აუ, ეხა ეგ თუ დავიჯერეთ რომ რაღაცა ეტაპამდე და წერტილამდე ვერ მივალთ, დაგვერხა და წავიდეთ სახელმწიფოში. ან ეს ფერები ეხა ავკეცოთ და გავიკეთოთ უკან და გავიდეთ ყველა. თითო ფერი შეგვხვდება ყველას. შენ თეთრი შენ შეგვხვდება, იმიტომ რომ მაგის თუ დავიჯერეთ რომ ანუ რაღაცა არაფერი არ იქნება არასდროს, აი ეს უსასრულობა წინ და არასდროს არ იქნება. მე რომელი ფერი უნდა ვიყო? მე ვაფშე მაშინ აქეთო დამდგარიყავ, მე საერთოდ ვიტყოდი რომ მგონია რომ ქალები უფრო კაი ტიპები არიან. ბიჭო, აქ იმიტომ ვდგავარ რომ მგონია რომ კაცები დავეწევით ოდესმე ქალებს და იმათი ღირსები გავხდეთ. თქვენ რას ფიქრობთ? იმიტომ ვდგავარ აქ რომ მინიმუმ სანამ ცოცხალი ვარ, ანუ რაღაც მაგას არ დაუშვა. არა ეს ბავშვს არ ურტყამს თორე ქალებს ამდენიც გინდა. დღეს Hungry Man-ის YouTube არხი ყველაზე ხარისხიანი YouTube არხია საქართველოში. 3 2 1 წადი სადაც მიდიხარ. კარგი, აბა გითხარით, რას ფიქრობთ ხალხო? ხარისხში ბევრი რამე შეიძლება იგულისხმო. მე მგონია რომ ძალიან კარგი შეფუთვით, კარგი აი ქიმიით, რაც მეგობრები არიან თან, ძალიან კარგი დაგეგმვით, ანუ ძალიან ჭკვიანურად, კარგი კონტენტი გააკეთებთ. შრომის მოყარეობასაც ჩავამატებდი, მაგაში რომ აი რაღაც მარტო რესპექტი, იმიტომ რომ ძალიან კარგ რაღაცებს აკეთებენ, რესურსიც ძალიან დიდი აქვს ჩადებული. და მგონია რომ მაგ ყველაფერმა ხარისხი მოიტანა, იმიტომ რომ დღეს კიდევ უფრო აღარ გვიკვირს, რაც უფრო მეტი დრო გავა, კიდევ უფრო ნაკლებად გაგვიკვირდება პავილიონები და რაღაც გადაღებაზე, რომ უფრო ნაკლებად გაგვიკვირდება ეგეთი რაღაც, მაგრამ მე რო ვიყავი Hungry Man-ებთან, აი ჩელენჯი რო იყო მე და შენ ერთად ვიყავით მაშინ. ხო, 10000-ისთვის ბრძოლაში ვიფიქრე, რომ აი ტელევიზიას დავარტყით, ხო და ეგეთი რაღაცები სხვა YouTube არხზე მაშინ არ მქონია. მაგის მერე კიდე განვითარდნენ ბიჭები და კიდე უფრო ბევრ რაღაცას აკეთებენ, როგორც ვიცი. მაგრამ თქვი რომ Hungry Man-ის არხი ყველაზე ხარისხიანი YouTube არხია. ხარისხიანი არის ძმაო, რავი. ყველაზე ჰეითერების ან ტროლების უარყოფითი კომენტარები ჩემზე ცუდად მოქმედებს ემოციურად. 3 2 1 მეც დავაფიქსირებ რა პრობლემა. ანუ თქვენზე არ მოქმედებს საერთოდ. ოდნავ არ მოქმედებს ჩემზე. ხო, ანუ შენზე არ მოქმედებს. არა, ანუ მივეჩვი ხა რამდენი ხანია ვაკეთებთ ამ იმას და შენი ის ვიცი ხო? ხო, მაგრამ შენ მეგონა რომ აქ დადგებოდი, იმიტომ რომ ჩვენ საუბრისას მახსოვს ბევრჯერ გითხონს და გვილაპარაკიან ამ თემაზე რა. რაღაც გამაღიზიანებელი არის, მაგრამ რო გითხრა რომ ემოციურად მოქმედებს ჩემზე და მაგაზე ვფიქრობ ხა და რამე. ლუკაზე მჯერა რომ არ მოქმედებს, იმიტომ რომ ამაზე არ მოქმედებს რაღაცები ზოგადად. ხა ემოციურად არ უნდა აყვე ეგეთ ანუ ამ სფეროში თუ ხარ არ უნდა აყვე. ეგ თეორიულად ყველა მიცით რომ არ უნდა აყვე. და პრაქტიკაში შემიძლია ცოტა თუ ამჩნევ რომ რეალური ადამიანის დაწერილია რამე სისულელე, იმას ნერვები მეშლება ძალიან, მაგრამ თუ ვიცი წინასწარ რომ ეს ვიღა ტროლი ბოტი და ეგეთი ტიპი არის, იმაზე იმისი აზრი არ მაინტერესებს. რეალური ტიპი დამენახოს რა და იმან თქواس რაღაცა. მაშინ რეაქცია მექნება. მე ვიდგებოდი ალბათ რამდენიმე წლის წინ შეიძლება მგარიყავი იქ, ანუ რადიკალურად წვან მხარეს ბოლომდე, მაგრამ აი იქიდან ნელ-ნელა გადმოვედი, მოვედი აი აქ. ვიცი რომ ყველა ვარიანტი რაღაც ეგეთი იქნება, შეიძლება არაერთიც იყოს, მაგრამ ნუ ყურადღება არ უნდა ყველას ყველაფერი ვერ მოეწონება. ხო, არ პირიქით, თუ ყველას ყველაფერი მოეწონა, მგონია რომ მან შეიძლება პირიქით რაღაც პრობლემა იყოს, რომ აი ისეთი არის, რომ არაფერი უზადუა ყველაფერი, ეგ უფრო დამაფიქრებელია, რომ ჩვეულებრივი ამბავია უკვე საერთოდ მკვირდები მაგას მიუხედავად იმისა რომ ძალიან ახლოს ვიღებდი ყველაფერს ამ გულთან რომ აიმედო YouTube ვიდეოში უწმაწური სიტყვების გამოყენების ან გინების შემთხვევაში მონეტიზაცია უნდა ითიშებოდეს 3 2 1
დავიღუპები. ვიცოდი რა ხეწახვიდეთ უბრალოდ. აი მაგალითად საზღვარგარეთ, იქიდან გამომდინარე რომ ალბათ ალგორითმი ინგლისურს ხვდება, ესმის და ასე შემდეგ. როგორც ვიცი, ანითიშება ან ნაკლები revenue გაქვს CPM-ი ნაკლები გაქვს YouTube-ზე და თუ რაღაცა ეგეთი ტიპი ხარ, family friendly თუ არა ხარ, უფრო ნაკლებად ახდენს შენს დაფასებას YouTube-ი მონეტიზაციის. ის განთავსება არ უღირთ ის ვინცათა ანთავსებს რეკლამას იმის. ხო, და საქართველოში ხარ ვერ ხვდება YouTube-ი ქართულ ენას, მიდი ცოცხლე, მიდი მოვდივარ ხარ. ჩვენ ტატო ყავს არხზე და ორი სპონსორი ყავს მაინც. ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც ჩვეულებრივ ყოველდღიურ ცხოვრებაში გინებთ ყველა იგინება, ხო? ძალიან იშვიათად რომ მით უმეტეს ჩვენი ასაკის აი 40-ზე ქვემოთ ტიპი ნახო, რომელიც არ იგინება, მაგით ვთქვი 40-ზე ჩემ ჩავთვლიღავით თორე. ანუ იშვიათია რა ძალიან ხო რომ ტიპი ნახო, რომელიც არ იგინება რა საერთო ცხოვრებაში. მაგრამ YouTube-ის მუღამი ეგაა რომ იყო ნამდვილი რაც ხარ ის რა ცხოვრებაში. Gaming არხები ბევრად უფრო ნაკლები შრომით მეტ წარმატებას აღწევენ, ვიდრე დანარჩენი სხვა. 3, 2, 1. ახსნი რომ იგულისხმება უბრალოდ ვებკამერით, გეიმინგით, გამომწერების და წარმატების მიღწევა. რას ფიქრობთ? ან იქიდან აქეთ. უფრო კი ის ფიქრობ, ხო მაინც? შრომა ალბათ ვავიღებთ მაგალითად იმას, რომ სცენარის დაწერა არ არის საჭირო, ზოგი არც ამონტაჟებს უბრალოდ სტრიმავს, გასვლა არ არის საჭირო, გადაღება არ არის საჭირო, რაღაც დროც მინიმუმ ნაკლები ჭირდება. ვერ იტყვი ეგრე, იმიტომ რომ სტრიმს არ ჭირდება ცოტა რაღაც. ანუ ჯერ სტრიმი რომ ააწყო, ახვიდე ლაივში და 5-10 საათი იყო სტრიმზე, ძალიან რთულია, ძალიან დიდი შრომაა ეგ. რომ ეგრე გასტრიმო. ხო და არ უკარგავ შრომას, მაგიტო დავდექი აქ. არ ვამბობ რომ ისინი ცოტა შრომობენ, მაგას არ გულისხმობ, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან სცენარის დაწერა, გადაცემის აწყობა, რაღაც ეგ უფრო მეტი შრომაა, ვიდრე ხვდები ანუ იუთუბერებიც არიან, არა გეიმერები, ვინც გადიან და სცენარის გარეშე აკეთებენ რაღაც. იუტუბერობა, როცა გეიმერი ხარ, ბევრად ნაკლებად შრომატევადია, ვიდრე ზოგადად აღებული სხვა სფეროები. ოქტოპუსის არხის შემადგენლობაში ერთი გოგო მაინც რო იყოს, არხი უფრო წარმატებული იქნებოდა. 3, 2, 1. ერთი გოგო მაინც რო იყოს თქვენში, უფრო წარმატებულები იქნებოდით თუ არა, რას ვიტყვი? ჩემი აზრით თუ საჭიროა ხოლმე გოგოს როლსაც ვითავსებ? კი, ვითავსებ, რომ ვასრულებთ ხოლმე ვისაც გვიწევს. ხალი კაცი. არა, გოგოს ახლა უყურე YouTube-ი ძირითად წევრი გუნდის წევრად ვისაც უნდა და ეგეთი ტიპი კიდე ჩემი აზრით კარგი იმისკენ წაიყვანდა, რა ვიცი, სუდი ნახდად არ იქნებოდა. სუდს ვერ უზამდა ვერაფერს და თუ უზამდა კარგს უზამდა ყველა ვარიანტი. ვისურვებდი რომ უფრო დიდი ვიდრე აქამდე პენისი მქონდეს. 3, 2, 1. ეს ბონუს საკითხი მეგობრებო, უბრალოდ გართობის მიზნით, მაგრამ საინტერესოა ბიჭების მოსაზრებები. მე მაგმაყოფილებს ყველანაირად. წდება? ანუ საკმარისი რატომაც არა? არის თუ არის საშუალება? თუ ძალიან ბევრი კიდე წადი იქ წადი. ისა რა ქვია, ძალიან დიდი აუცილებლად კარგს ნიშნავს. არ არის ეგრე. რატო ახსნის ეხა? 35 სანტიმეტრიანი თუ გაგე არ არის ემოციები რომ კაია ეგ შეჭამა თუ ატკინე და მოკალი ისა რაღაც უნდა აუ კაი. არა, კაც რო ქმნი, აი რა კომპიუტერულ თამაშში და რო შენს რო არეგულირებ ასწორებს და აი ცოტა მომიმატე. ცოტა აი კაი. მადლობა ძალიან დიდი ჯიგრებო. ძალიან საინტერესო იყო. მადლობა მეგობრებო, რომ უყურეთ ვიდეოს. ძალიან საინტერესოა თქვენი მოსაზრებები, რას ფიქრობთ? ძალიან ბევრი არ გვაგინოთ თუ როგორ ამბობდით რატო? არა, ეგ კაია, YouTube-მა რო დამატო, ვინც იბლოკებიან და ვაფშე YouTube-ზე ვეღარ შემოვლენ, ვინც სულ რაღაცებს წერენ. თუ რამე ნეგატიურს აპირებთ, გუნდიშას თხოვნაა და ჩვენი თხოვნაა, რომ ინგლისურად შეიძლება რომ მიხვდეს YouTube-ი. არ დაგავიწყდეთ, გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხები და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. დროებით.